ბატონო ლევან, მოგესალმებით, მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. მაყურებელს მოვუყევით აი ამ გადადგომების სერიის შესახებ. გითხარით რა არის რეალურად ამ პროცესის мотиваცია, რატომ ტოვებენ თუ ატოვებინებენ ამ პირებს თანამდებობებს? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს სიახლე არ არის, ასე ვთქვათ და ქართული ოცნების აპრობირებული მეთოდია, როდესაც თანამდებობის პირებს გარკვეული პერიოდი გამოიყენებენ ხოლმე, ჯერ მოიყვანებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ, საერთოდ ცნობილები არ არიან იგივე ბათუმისთვის, თუნდაც აჭარისთვის, შემდეგ გამოიყენებენ ამ ადამიანებს, აი როგორც რიჟვაძე იყო მაგალითად გამორჩეული თავისი არა პოლიტიკური საუბრით, თქვათ, ისეთ საუბრებით, რომელიც არ შეეფერებოდა მის თანამდებობას და შემდეგ ამ ადამიანებს გაუშვებენ ხოლმე ზოგს ციხეში, ზოგს სახლში, მაგალითად, როგორც მოიქცნენ თუნდაც გია ერმაკოს ბათუმის მერს 2014 წელს არჩეულს, რა თქმა უნდა. და ეს არის ჩვეულებრივ გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს ხოლმე დღეს მით უმეტეს მათ, ასე ვთქვათ, როდესაც რაღაც შეზღუდულ სივრცეში რჩებიან მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მე რა თქმა უნდა ერთმანეთში ბრძოლას იწყებენ გავლენებისთვის და ასე შემდეგ და ამ პროცესსაც ვადევნებ თვალს. აი ვინ გაძლიერდა, შეგვიძლია ვთქვათ, აი ამ ცვლილებების შედეგად რეგიონში? ძნელი სათქმელია, ვინ გაძლიერდა, ფაქტია, რომ იგივე ეს ცვლილებები რადგან თქვა წავიდა ასევე პოლიტიკიდან, როგორც მან თქვა, ამ პროცესის გაგრძელებათ უნდა დავინახოთ ესეც, ანუ ღარიბაშვილის კადრების წინდაღეთში. ვიცით, მიყოლებით წავიდა, თქვა ღარიბაშვილი წავიდა, შემდეგ ლილუაშვილი, ყველა ეს ადამიანები საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებული და საჭიროების შემთხვევაში ხდება მათი გამოყენება. ისევე ამ შემთხვევაში ყველა ფიგურა საჭადრაკო დაფაზე პაიკია, გარდა ერთი ადამიანისა, ბიძინა ივანიშვილისა, როდესაც დაჭირდება გაუშვას და ეს იგივე ღარიბაშვილთან არაერთხელ გვინახია ჩვენ და იგივე პროცესს ვაკვირდებით. ეხლა გააძლიერა, ვთქვათ, იგივე ყობახიძის ფრთა და დაასუსტა სხვა ფრთები, ასე ვთქვათ, იგივე ლილუაშვილის თუ სავარაუდოდ დამოუკიდებელ მოთამაშედ შეიძლება უიაზროთ ამ შემთხვევაში ხვალდაჭირდება ეს შემოbrunდება და პაიკები შეიცვლებიან. ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე არის ორი ფიგურა, ეს არის მეფე და პაიკები, დანარჩენი სხვა ხედარი, იგივე სპილო და ასე შემდეგ ეტლი, ასეთ ფიგურები არ არის. ბატონო ლევან, აი თქვენ ციხე ახსენეთ, ხედავთ აი ამ თანამდებობიდან წასულ პირებს შორის კანდიდატებს, იმიტომ რომ ვრცელდება ინფორმაცია, თქვენც გექნებათ ბუნებრივია, რომ შესაძლოა რიჟვაძეების წინააღმდეგ, ანუ მამაზეც არის საუბარი, რაღაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, მით უმეტეს რომ გავიგეთ, რომ მამამ დატოვა თანამდებობა, ანუ ის აღარ არის ოფიციალურად აღარ მუშაობს მოკლედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში. მე არაფერს არ გამოურიცხავ, მით უმეტეს ახლა ბათუმი პატარაა და ყველაფერი იცის, ძნელია დამალო რაღაც ინფორმაცია, ცნობილია რომ სწავლობენ იგივე მერიაში გაჩნდებულ ნებართვებს და იგივე ჩიქოვანის მერობის დროს მომხდარ, ასე ვთქვათ, გაცემულ ნებართვებს სწავლობენ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ადამიანები კორუფციაში არიან ქართული, მამა რიჟვაძე, შვილი, ქალაქის არარჩეული მერი, რომელიც მას თქვენ იცით პირველი ტური წააგებოდა, შემდეგ როგორ მოხდა მისი მერად არჩევა, იგივე თქვენ იცით როგორ მოიქცნენ საკრებულოს წევრს ნუგზარ ფუტკარაძეს, ჩემს მეგობარს და რომელმაც ფაქტიურად მოსყიდვაც ადეს და ამ ადამიანმა ნერვიულობის ნიადაგზე თავისი სიცოცხლე შეწირა წესიერებას და პატივისცემას. აი ამ გზით მოსული ხალხია ესენი ხელისუფლებაში. მე ვიცი რომ დღეს მიმდინარეობს ანტიკორუფციული სამსახური ჩართულია, პროკურატურა ჩართულია, მიმდინარეობს მშენებლების გამოკითხვაც, როგორ მიიღეს ნებართვები იმ პერიოდს სწავლობენ, რომელსაც ჩიქოვანი იყო ქალაქის მერი და ეს ნებართვების გაცემა მშენებლობის პროცესში ამ ადამიანების ჩართულობა, მათ შორის მამა რიჟვაძის
ყოველთვის ვამბობდი ჩვენ და ფაქტია რომ ეს ასე იყო და ეხლა მედი შესწავლა არ ვიცი ეს დაჭირდებათ იგივე შანტაჟისთვის რომ ვთქვათ არჩევნებზე რაღაც მათი რესურსი გამოიყენონ ფინანსური თუ ადამიანური ძნელი სათქმელია თუ გაუშვებენ მათ ციხეში ანუ შეიძლება თქვა რაღაც საჩვენებელი დაკავებებიც ვნახოთ, იმიტომ რომ თუ რაღაც უკანონობა ხდებოდა, ნაკლებად სავარაუდოა რომ თქვა თბილისში არ იცოდნენ ამის შესახებ და რაღაც მწვანე შუქი არ ჰქონდათ, ხო? რა თქმა უნდა, იგივე ნებართვების გაცემაში ბათუმთან დაკავშირებით ჩართული იყო თბილისი თავიდან ბოლომდე ცენტრალური ხელისუფლება ქართული ოცნების ოფისი მათ შორის უშიშროებაც და ყველა სამსახურები ჩართული იყო ამ პროცესში და მათ გარეშე კი მათი მონაწილეობით ხდებოდა ეს და რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ შეეცადონ ხელი შეახოცო რაღაც ნაწილს ამ სისტემის ამ შემთხვევაში რიჟვაძე შიქოვანს თუ ეს მამა იქნება რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანი იყო რიჟვაძე რომ პარტაქტივის შეხვედრაზე გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ თქვენ როგორ აღიქვით ეს რაღაც ძალიან კმაყოფილი არ ჩანდა არც მედიასთან არ გაუკეთებია რაიმე სახის კომენტარი ო რა თქმა უნდა ასეთ ადამიანებს იყენებენ ხოლმე ალაპარაკებენ იმას რაც წესით პოლიტიკოსმა არ უნდა ილაპარაკოს და ესეთი რიტორიკით გამოირჩეოდა რიჟვაძე და შემდეგ როგორც თქვი მოისვრიან ხოლმე და ახლა იმ დღეშია რიჟვაძე ამ სიტუაციაშია დღეს მისი რეალური მდგომარეობა არის ეს რომ ქართულ ოცნებას ის დღეს აღარ ჭირდება და ამიტომ მოხდა მისი ასე ვთქვათ შეწირვა როგორც წირავენ ხოლმე პაიქს ჭადრაკში. და ბატონო ლევან ბოლოს მინდა გკითხოთ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ამ საკითხზე დისკუსია თქვენ როგორ ხედავთ უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ამ პროცესში მონაწილეობა მაშინ როდესაც პრობლემები ფუნდამენტური ისევ დარჩენილია ხომ სასამართლო იგივე ძალოვანი უწყებები კანონების გაუარესება იგივე არჩევნებზე დაკვირვების კონტექსტში რეგიონში რა განწყობებია ხალხს რომელსაც თქვენ ხვდებით რას გეუბნებიან უნდა მიიღოთ თუ არა მონაწილეობა ამ არჩევნებში ჩემი პირადი აზრია რომ რა თქმა უნდა თუ არჩევნებამდე არ შეიცვალა რადიკალურად სიტუაცია და ეს გულისხმობს იგივე როგორც თქვენ აღნიშნეთ სასამართლოს დამოუკიდებლებას გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოების არჩართულობას არჩევნებში იგივე ბიძინა ივანიშვილის მმართველობიდან ჩამოშორებას თუ ეს ფაქტორები არ მოხდა რადიკალური ცვლილებები თუ არ მოხდა არჩევნებში მონაწილეობას მე პირადად არც ვაპირებ და არ ვფიქრობ რომ ჩემი პარტია დააპირებს ამას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთნიშნულოვნად რა თქმა უნდა არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ფარს არჩევნებში და ჩვენ ვერ ვიქნებით ასე ვთქვათ ფასადურად მოწინააღმდეგეები ბჭყალებში არ ყოფილვართ 12 წელია და 13 წელია უკვე და არ დაწვაპირებთ ამას გაკეთებას. ბატონო ლევან ალბათ ნახავდით გიორგი გახარიას პარტიის ეგრეთ წოდებულ cards Facebook-ზე რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის შემდეგო. აი რა პასუხი გაქვთ თქვენ? ეს ძალიან მარტივია, ყველას თავისი გზა აქვს, მე არ ვაპირებ, რომ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და რუსული ხელისუფლება რეჟიმს ამყარებს, ვიყო ოპონირებაში, ასე ვთქვათ, სხვა პარტიებთან და არ მგონია ზოგადად ეს სწორი იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური პარტია. ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენ სწორი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ იმაზე თუ დღეს პრობლემა რაა საქართველოში და დღეს პრობლემა საქართველოში არის სწორედ ეს რუსული ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ მე არ შევალ რა თქმა უნდა ოპონირებაში გახარიას პარტიის გავრცელებულ ქართთან დაკავშირებით, მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ჩემთვის მაგალითად მიუღებელია ასეთ არჩევნებში მონაწილეობა. თუ გახარია ხედავს გზას იმაში რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამ გზით დაამარცხოს ეს უბრალოდ ჩემი აზრით თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი და შეიძლება თვითდამკვიდრების მცდელობაც იყოს ამ პარტიისათვის, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას ვერაფერს კარგს ვერ მოუტანს და წინ ვერ წაიყვანს. რა უნდა გავაკეთოთ? ეს არის რა თქმა უნდა ბრძოლა, პროტესტი, რომელიც ამდენი ხანია გრძელდება და ახალგაზრდები აკეთებენ ამას. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად უნდა მოხდეს პოლიტიკური ასე ვთქვათ ელიტის ცვლილება და ალბათ ეს მომცირდა როგორც ოპოზიციაში ასევე ხელისუფლებაში რა თქმა უნდა და საბოლოო ჯამში გზა უნდა მიეცეს ახალგაზრდებს. ჩემი აზრი ეს არის რა მიგვიყვანს იმ ცვლილებამდე როგორც ხედავთ ეს პროტესტის
თბილისშიც, ბათუმშიც, მთელ საქართველოში, სწორედ ახალგაზრდების კისერზე გადადის, მათ ზურგზე გადადის დღეს. იგივე ჩვენი პარტიის ახალგაზრდული და იქნება თუ სხვა პარტიების თუ არაპარტიული საერთოდ უმეტესობა არაპარტიული ძირითადად სტუდენტებია მოგეხსენებათ ამ მოძრაობაში და იგივე პატიმრები, ჟურნალისტები, მზია ამაღლობელი, თუნდაც ბათუმელი, ჩვენთვის საამაყო ბათუმელების დამფუძნებელი და იგივე ახალგაზრდები, რომლებიც დღეს საპატიმროში არიან, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია ქვეყნის ხვალინდელი ბედი და ესეც მოხდება. მე აი ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება და 99-11 წელს ეროვნული მოძრაობა მახსენდება, აი დაახლოებით იმ პერიოდში ვართ ახლა. გარკვეული დრო ამას დაჭირდება, მაგრამ აუცილებლად ექნება შედეგი. იგივე ძალიან კარგი ვიზიტი ჰქონდა ამერიკაში ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობას, ხალბატონ თინას და ძალიან კარგი შეხვედრები იყო. ვფიქრობ, რომ ერთობლივად ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოს ჩამოვაშოროთ რუსულ ორბიტას, რომელსაც ასე ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მიაბას ჩვენი ქვეყანა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა.